გამარჯობა მოგესალმებათ ვანოს შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. რა თქმა უნდა, ტრადიციულად სოლიდარობით ვიწყებ გადაცემას. გადაცემის სპონსორია ფრანგული პრემიუმ ბრენდის ესტედერმის ხაზი ინტენსივ. კანის ინტენსიური დატენიანებისა და სიჯანსაღისთვის. ესტედერმი ექსკლუზიურად PSP-ში. გადაცემას. სოლიდარობა ჩვენი გუნდის წევრ ონისე ცხადაძეს და მას ერთად ყველა უკანონო დაკავებულ პატიმარს დღე არ გავაქვს ვირფასო ტელემაყურებლებმა ოცნება ვინმე რომ არ დააკავოს. ყველა სოლიდარობას უცხადებთ და თავისუფლებას გისურვებთ მალე. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ირაკლი ღარიბაშვილს გირაოს სახით 1 მილიონი ლარი რომ შეუფარდეს, ხომ გახსოვთ? იმ 1 მილიონის ნაცვლად ირაკლის ბინა ივანიშვილის ნაჩუქარის სახლი დაუყადაღეს ვირფასო მეგობრებო. ესეა, რა სიზავ, ჩემო ირაკლი. ის გამოთქმაც ხო არის არსებობს ესეთი ქართუს მოტანილს ისევ ქართუს აიღებსო. ასეთი დიდებული გამოთქმა. ბიძინა მხოლოდ ნაჩუქარ ბინას არ აკმარებს სავარაუდოდ, მალე ალბათ ტანსაცმელსაც გაუყიდის აუქციონზე. ვინაც ჩამაცვა იმან გამხადაო, აი ამ ფრაზას პირდაპირ მნიშვნელობით უკეთებს ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს. ერთი იმას ნერვიულობ, დაპლომბილი კბილებიდან პლომბებიც არ ააძროს. და ისიც რაღაცნაირად არ გამოგლიჯოს ხელიდან. ცოტა ხანში არ გამორიცხავ ღარიბაშვილს სქესი შეუცვალონ და ქალად გადააკეთონ, იმიტომ რომ კაცადაც ხომ ბიძინამ აქცია ვირფასო მეგობრებო. მინდა გაგაცნოთ ერთი საინტერესო სტატისტიკა, ვნახოთ ინფორმაცია. საქართველოში ვაზელინის იმპორტი 40%-ით გაიზარდა. როგორც ჩანს, ქართულ ოცნებაში რაც ყოფილი ჩინოვნიკების დაჭერა დაიწყეს, არეულობა ამ მთელ პარტიაში, სიპებში, აიპებში, აბა რა ხდება, ჩვენ ხომ არ გვემუქრება რამეო, აბა როგორ მოვაწონოთ თავი ქართულ ოცნებასო და აგერ რეალიზაციამაც მოიმატა ვაზელინის. ხო და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არავინ არ იცის ჩინოვნიკებიდან ბიძინა ვის შეიძლება მიადგეს გასაპარსად, შესაძლებელია რომ საერთოდ ვაზელინის დეფიციტი შეიქმნას ქვეყანაში. ვირფასო მეგობრებო. გადავდივარ ყველაზე მტკივნეულ თემაზე, რომელიც ეხება ჩვენს ემიგრანტებს. ქართულმა ოცნებამ მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება წაართვა. საზღვარგარეთ ვეღარ მისცემენ ხმას ჩვენი ემიგრანტები. მოდით ვნახოთ ოცნების პრემიერ-მინისტრის ირაკლი ყობახიძის განცხადება. თუნდაც ერთი დღით ჩამოდით ქვეყანაში. შენი თვალით გაეცანი რა გარემოა ქვეყანაში და ამის შემდეგ არცებითად ინფორმირებული არჩევანი გააკეთე. ადამიანებს, რომლებიც ამ მთავრობის გამო იძულებულები არიან სხვა ქვეყანაში გადაიხვეწონ სამუშაოდ, რომ ოჯახები არჩინონ, აი იმ ადამიანებს უუქმებენ ხმის უფლებას. დაახლოებით ისეთივე უფლებები დარჩათ ემიგრანტებს, აი დაკავებულს რომ უკითხავენ ხოლმე, თქვენ გაქვთ დუმილის და ფულის გადმორიცხვის უფლება, თორემ სხვა ყველაფერი, რასაც იტყვით, თქვენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. აი ეს ხა დარჩათ. მინდა ერთი საინტერესო ინფორმაცია გაგაცნოთ. ამერიკის შეერთებულ შტატებში 1997 წელს მიიღეს სპეციალური კანონპროექტი, რომლის მიხედვით დევიდ ვულფი პირველი ამერიკელი ასტრონავტი გახდა, რომელმაც არჩევნებში ხმა კოსმოსიდან ელექტრონულად მისცა. კოსმოსიდან, გესმით? კოსმოსიდან ხალხო. კოსმოსიდან მისცა. საზღვარგარეთ კი არა, დედამიწაზე არ იყო საერთოდ და იქიდან მისცა ხმა. ამით ემიგრანტებს უთხრეს, რომ თქვენ აქ არავის სჭირდებით, ერთადერთი რაც გჭირდება მხოლოდ თქვენი ფულია ამ ქვეყანაში, რომ აგზავნითო, ეს ფული გჭირდებაო მხოლოდ. თქვენი ფული საჭიროა იმისთვის, რომ ეკონომიკა არ ჩამოიშალოსო და ხმები იმიტომ წაგართვით, რომ ჩვენ არ ჩამოვიშალოთო იქითო. წინა არჩევნებზე 13% აიღო ოცნება საზღვარგარეთ. ამიტომაც აუქმებენ ემიგრანტების ხმებს. ისე თბილისშიც მოშნად წააგეს წინა არჩევნები და მოდით თბილისის ხმებიც გავაუქმოთ. გავაუქმოთ თბილისის ხმებით. კიდე დიდი ქალაქებიც გავაუქმოთ, იქაც ხო წააგეთ. ისინიც გავაუქმოთ და საერთოდ ყველაფერი გავაუქმოთ და არჩევნებზე დავტოვოთ მარტო მარნეული. რომ არჩევნებს ერქვას მართლაც არჩევნები რა, რაც მართლა ჭეშმარიტი არჩევნები სადაც ტარდება, ის ქალაქი დავტოვოთ მარტო. საინტერესო აზრი გამოთქვა უცნობის გადაცემაში ერთ-ერთმა სტუმარმა
ნუ არ ვიცი ეს სტუმარი ვინ არის, მოდით ნახოთ რა თქვა ოცნების კიდევ ერთმა პროპაგანდისტმა, გიორგი იაკობაშვილი ყოფილა ეს ადამიანი. ნახოთ. ეზოში ჩადი. დომინო და ჯოკერი ითამაშე, ან ვინც თამაშობს მოусმინე. ერთი კვირა აქაური იყავი, რომ მე ადგე და მისცე ხმა ემიგრანტებს ეუბნები. ეგრეც უნდა იყოს რა, ჩამოვიდეს ის ემიგრანტი რა, დაჯდეს ბირჟაზე. იქ ლარიანი არაყი იყიდოს. მე ცოტა პლანის მოწიოს, მე ცოტა წაუპათოლოგოს, მეზობლებს აგინოს, ხმამაღლა. მე გათხრეშილი ვიღაცა მაგრად ცემოს და დალილავებულმა ადგეს და მისცეს ხმა, ვისაც უნდა რა და მიხვდება როგორი გარემოა. ანუ დავიდან ბოლომდე შეიგრძნოს ემიგრანტმა ის უპერსპექტივო ატმოსფერო, რაც ამ ქვეყანაში სუფევს. აი ამ ყველაფერს რომ გაივლი, მე შეგიძლია გააკეთო უკვე სწორი ანალიზი, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას შეუძლია ქვეყანა წაიყვანოს ნათელი მომავლისკენ. ანუ იმას კი არ ამბობს ახალგაზრდა ადამიანი უბანში მთელი დღე ჯოკერს რატო უნდა თამაშობდეს, ამას კი არ ამბობს ეს კაცი. არა, შეც ჩამოდიო და მიუჯექი გვერდითო. ბირჟაზე რო არ ყოფილიყვნენ ეს ჩვენი ემიგრანტები, მაგითო წავიდნენ ემიგრაციაში და ქვეყნიდან და ცვლილებები იმიტომ უნდათ რომ ამ ქვეყანაში ბირჟაზე არ იჯდეს ხალხი, მაგიტომ უნდათ ეს ცვლილებები. და ეს თავაზობს რომ იმ პირვანდელ ჭაობის მდგომარეობას დაუბრუნდი და ისე მიეცი ხმაო. აი ეს არის ჭეშმარიტება. მოკლედ ოცნება ყველაფერს აკეთებს რომ ვინც მის წინააღმდეგ არის, ყველა გააუქმოს. ემიგრანტების ხმა დაიკარგა, პარტიები გაუქმებულია, მაგრამ ქვეყანაში ხომ არის ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები. თქვენ ფიქრობთ რომ ეს ყველაფერი დასრულდა? არა, ქართულ ოცნებას სხვათა შორის ძალიან ბევრი შეუძლია. თქვენ თუ გონიათ რომ მეტი არ შეუძლია, ძალიან ბევრი შეუძლია. მე შეგახსენებთ რომ სულ რაღაც 50 წლის წინ ინდოეთში ინდირა განდიმ მიიღო კანონი მოსახლეობის დაბალი ფენის სტერილიზაციის შესახებ. არ მოგესმათ 8 მილიონზე მეტ ინდოელს ჩაუტარეს სტერილიზაცია, მაშინ მიზეზი იყო ერის ზედმეტად გამრავლება. ხო და არ გაგიკვირდეთ ჩვენი ერთ დღეს შალვა პაპუაშვილი გამოვიდეს და განაცხადოს რომ მივიღეთ გადაწყვეტილება ვინც არ გვაძლევს ხმას, ყველა მოქალაქე დაექვემდებარება სტერილიზაციას, რომ აღიგავონ პირისაგან მიწისა ყველა. ხო, თქვენ იცით და მე მგონი ახალი იდეა მივაწოდე ახლა ქართულ ოცნებას სიმართლე გითხრათ არც მინდოდა, მაგრამ შეიძლება დაფიქსდნენ ამაზეც არ არის გამორიცხული. დასავლეთის წინააღმდეგ აგრესიულმა განცხადებებმა ашკარად იმატა ქართული ოცნების წევრების განცხადებებში, ნახოთ რას ამბობს კახი კალაძე გერმანიის ელჩზე. ჩვეულებრივი აკაცუკია. გერმანიის ელჩზე ამბობს ამას. ესენი ტერმინებში ისე არიან გათავხედებულები, რომ არ გამიკვირდება გერმანიის ელჩი რო შეხვდეთ, პირდაპირ ესე წიხლი ჩაარტყა კუჭის და წედი ეშენი. აი ესა ამათი დიპლომატიის ყველაზე მაღალი საფეხური, ძვირფასო მეგობრებო. პირდაპირ წიხლი კუჭის თავში ეგრევე ჩაარტყა და წედი რე. ქართული ოცნება დასავლეთის წინააღმდეგ ძალიან ორიგინალურად იყენებს საკუთარ პროპაგანდისტულ არხებს. მოდით ნახოთ რა ინფორმაცია გავრცელდა რამდენიმე დღის წინ სამთავრობო არხებზე. საინტერესო, საშიში და საინტერესო ინფორმაცია. ავსტრიის ქალაქ აფსდორფის ერთ-ერთმა სკოლამ პირველ კლასელ მოსწავლეებს კითხვარის მეშვეობით 6 სქესის არჩევანი შესთავაზა. ხედავთ, მოკლედ თუ აქამდე კობახიძე მხოლოდ ერთ სქესიანთა ქორწინებას ებრძოდა, ახლა უკვე ბრძოლა აქვს 6 სქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ მოუწევს. გმირული პაექრობა, ურთულესი ამბავია, დიდი ბრძოლები გვენის წინ ძვირფასო მეგობრებო, დიდი ბრძოლები. 6 სქესი კი არა, მე გეტყვით კიდევ რამდენი სქესი არსებობს ევროკავშირში. გადარეული ვარ, გაწოფებული ესრეები მომისმინე. მაგალითად, აეროსექსუალი, იცოდით ამის შესახებ, რომლებიც ჰაერზე არიან შეყვარებულები. და სწრაფად სუნთქავენ, რომ მეტი ჰაერი ჩაუშვან ორგანიზმში. გაგიგიათ ეგეთი რამე. ასევეა მიკროსექსუალი, რომლებიც მოლეკულებზე არიან შეყვარებულები. და მოლეკულები უნდათ რომ ცოლად მოიყვანონ. კიდე ყოფილა მარკეტოსექსუალი, რომელიც რეკლამებზეა შეყვარებული და მზად არის ნებისმიერი რეკლამა მოიყვანოს ცოლად. აი გაცოფებული გადაგვარდა ყველაფერი. არ ვიცი. და კიდე ყოფილა
მანისექსუალი, ანუ ფულზე შეყვარებული. სიმართლე გითხრათ, ეს გადახრა მთავრობის 100%-ს აქვს, მაგრამ რა ვიცი, ესეც ხო გადახრა არის, ხო საშინელებაა. შენები მზად არიან ყოველთვის, რომ ფულზე იქორწინონ, უბრალოდ ბიძინა ხანდახან არ აძლევს ამის საშუალებას. ხვდებით ხო, როგორ იყენებს ქართული ოცნება სამთავრობო არხებს. მოდი ახლა გავეცნოთ ლოგიკურ სტატისტიკას. მესამე კვარტალში ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლის 85% ხუთმა სამთავრობო არხმა მიიღო. ანუ მთელი სარეკლამო ბაზარი, რაც არის ტელევიზიებზე გასანთავსებელი რეკლამის 85% წავიდა სამთავრობო არხებზე. საუბარია სულ რაღაც 25 მილიონ ლარზე, მეგობრებო. ასე დროს ბენდის ცარიელის კამებისკენ გამერბის ხოლმე თვალი და ცრემლის მადგება თვალზე. ანუ თელ ბიზნეს უნდა რომ თავისი სარეკლამო ფული მიიტანოს მხოლოდ სამთავრობო არხებზე. თან ისეთ არხებზე TV პირველზე გაცილებით დაბალი რეიტინგი რომ აქვს. ესე იგი მართლაც რომ თავისუფლად სუნთქავს ბიზნესი. ჩვენც ახლა სპონსორობაზე რომ ურეკავთ კომპანიებს, უფრო გახშირებულად სუნთქავენ. აი ქოშინებენ უფრო რა, შიშისგან არის გამოწეული ეს ქოშინი თუ ზედმეტი ბედნიერებისგან. აი ეს არ ვიცი. ბიზნეს რეკლამა მხოლოდ სამთავრობო რუსულ ტელევიზიებში მიაქვთ და ინტერვიუებში გეუბნებიან, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშიაო. ანუ აფინანსებენ იმათ, ვინც ევროპულ მომავალს გვისპობს და თან ამათ ევროპაში უნდათ. ეს იგივეა ადამიანი შენზე ძალადობდეს და ამ ძალადობაში იქეთ ფულს უხდიდე იმაში, რომ შესაძაბებლად დამატებითი იარაღები იყიდოს. მოკლედ, ამ სამთავრობო არხებზე მიედინება მილიონების მდინარეები. ამ ჩვენს ოპოზიციურ არხზე კიდე ოპოზიციურად განწყობილი ბიზნესმენები თავს იკავებენ. რომ ვაკვირდები, ამათ იაფათ უნდათ ოლიგარქიის დამარცხება. ფული იქეთ მიაქვთ, მაგრამ გულშემატკივრობით ჩვენ გულშემატკივრობენ. ესე იგი, უფასო ტელევიზიებით უნდათ რეჟიმის დამარცხება. ანუ Black Friday-ზე უნდათ რომ დაამარცხონ ხელისუფლება, მილიარდერი უნდათ რომ დაამარცხონ Black Friday-ზე. მომდევნო პარასკევს უწევს Black Friday. აბა თქვენ იცით, ბრძოლა ბოლომდე. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართული ოცნება აუქმებს ანტიკორუფციულ სამსახურს, არადა ანტიკორუფციული შეფი რაჯდენ კუპრაშვილი წინაკვირას როგორ ამაყად აკეთებდა კომენტარს ძვირიანი სამსახურის ძვირიანი ავტომობილიდან არსად არ მივდივარ მეო. კაც თავის სამსახურიანად აუქმებენ. არსად არ მივდივარ რომ მთლიანად სამსახურს აუქმებენ. თქვენც რა ვერ დაამოღამთ. კაცო, გადმორთეთ ამ TV პირველზე და გაიგეთ ვის რას გიპირებენ. მაგ იმედის არხზე დიდი გაიგოთ ქემალის ნამდვილი ვინ არის. დანარჩენს ვერაფერს ვერ გაიგებთ. აქეთ გადმორთეთ. ჩვენ გეტყვით. რაჯდენ კუპრაშვილი არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც სამსახურიდან კი არ გაუშვეს, თვითონ სამსახური გაუშვეს რაჯდენიდან. ქვეყანაში კორუფცია ისე აყვავდა, ისე აღორძინდა, ისე დააკავეს რამდენიმე ჩინოვნიკი, ისე გაგრძელდა კვლავ რომ რაჯდენმა საიტზე დეკლარაციებიც კი ვერ ატვირთა. არადა ეს სამსახური 20 მილიონი გვიზის ქვეყანას. მოკლედ რომ შევაფასოთ, ეს ანტიკორუფციული სამსახური იყო კორუფციული მთავრობის მთავარი ანტიკორუფციული ფარდა კორუფციული სქემებისთვის. აი ესეთი მოკლე, ესეთი ჩამოყალიბებული აზრი გითხარით მე. გადავიდეთ შემდეგ თემაზე. არაბული პროექტის PR-ში სერიოზულად ჩაერთო ირაკლი კობახიძე. ნახოთ როგორ სადა არაბული პროექტით აღელვებული მოსახლეობის დაწყნარება. ირაკლი. საქართველოში აშენდება არა ორი არაბული ქალაქი, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართულ ევროპული ტიპის განაშენიანების სივრცე თბილისსა და ბათუმის მიმდებარედ. ამ არაბულ ქალაქებს ეთყობა ქოცებშიც უარყოფითი გამოხმაურება აქვს და კობახიძემ ქართული სივრცეები აშენდებაო. მართალია, სივრცე იქნება ქართული, სადაც იცხოვრობენ არაბები. ასე იქნება სწორი. უფრო რომ დაგიღეჭოთ, ტერიტორია იქნება ქართული, ხოლო წალეკვით წაგვლეკავენ არაბები. აი ესეთი მარტივად რო აგიხსნა. ნახე როგორ შეგვიფუთა ირაკლიმ ეს პროექტი. ორი არაბული ქალაქი კი არ აშენდება, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართულ ევროპული ტიპის განაშენიანების სივრცეო და ზოგადად
მე თუ მკითხავ უკანალისკენ კი არ მივდივართ. ჩვენ მიუყვებით საჭმლის მომნელებელი სისტემის ტიპის განაშენიანების ულამაზეს სივრცეს. აი ასე ლამაზად შეგიფუთეთ მეც ჩვენი უბედური მდგომარეობა ძვირფასო მეგობრებო. რა კარგად ჩანდა ხო? და სინამდვილეში რა არის და სინამდვილეში რა ლამაზად ესეთი შეიფუთა კოხტად. სამწუხარო ინფორმაცია მაქვს კასპელებისთვის ძვირფასო მეგობრებო. მოდით ნახოთ ძალიან დამამწუხრებელი ინფორმაცია. კასპიის მერს აღმოსავლური სოფლების მშენებლობა შეაჩერებინეს. წინარეხში ეგვიპტური ჰოლივუდ სიტის და ქვემოჭალაში არაბული სოფლის გაშენება იგეგმებოდა და ეს შეაჩერებინეს ეს მშენებლობა. ჰოლივუდ სიტი ძვირფასო მეგობრებო წინარეხში აღარ აშენდება. აღარ აშენდება. ჰოლივუდის ვარსკვლავები ყოფილან გადარეული, გაცოფებულები არიან. გაცოფებულები. კეტრი ზეტა-ჯონსი ურეკავდა იმ დღეს კასპის მერს. დუგლასიანთ მიშას სოლივარო. ალპაჩინოანთ კარებთან ვდგავარო. რატომ არ აშენებთ ჰოლივუდ სიტისო? ამათო ეგო ჩვენი ნებაო. არაფერი ნება არ არისო. მერე ჯონი დეპი ვიღაცას გაედო, ბოდიში ნასვამი ვაარო და ერთი ამბავი იყო ხა მე ხო ვიცი კაცო რა ამბები ტრიალდა. დატრიალა ხალხს ახლა ესე იგი ამხელა რა ქვია 64-ში აპირებდნენ ცხოვრებას და აუკრძალეს. ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან ჩვენი ქვეყნის პენსიონერები. ჯერ პენსია რამდენი აქვს და ყველა ვიცით და მოდით ახლა ნახოთ როგორია მათი სასესხო დავალიანება. საპენსიო სესხების მოცულობა 465 მილიონამდე გაიზარდა. 465 მილიონის სესხი აქვს პენსიონერებს გამოტანილი ძვირფასო მეგობრებო. რა დღეში გვამყოფებენ ხალხს წარმოგიდგენიათ? ალბათ მალე პირდაპირ ტყავს გაგვაძრობენ და ჩვენი ტყავებით ვინ-ვინარისში გამოვლენ. ღარიბის ტყავის უკან იმალება გია ბაღაშვილი, ვიცოდი. მე თათარაშვილი მეგონა იქიდან მეორე. მოკლედ მეგობრებო ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში და ამ მდგომარეობას რა გამოასწორებს არ ვიცი. ემიგრანტებსაც ხმების მიცემის უფლება ჩამოართვეს. რა ვიცი წესით ამ ფაქტის შემდეგ ქვეყანაში დიდი აქციები უნდა გოგუნებდეს. აი ამ ფაქტის შემდეგ, მაგრამ სადაა ამ აქციები? ამას წინ ერთი კინკილა ოპოზიციონერი გამოვიდა და თქვა რომ ჩვენ ამ ფაქტს ვგმობთო. თან გაყვრით თქვა. გაყვრით მე სხვა თემაზე გადავიდე. და გააგრძელა მე რომ ჩვენო დავიწყეთო არ შეგუების ხანგრძლივი პროცესიო. მართლა გეუბნებით ესე თქვა. ანუ არ შეგუების ხანგრძლივი პროცესიო და მანდ მართლა მომეშვა ძვირფასო მეგობრებო არ შეგუების პროცესი თუ დაიწყეს თან ხანგრძლივი ეს იმას ნიშნავს რომ ეს ქვეყანა გადარჩება. გადარჩება ძვირფასო მეგობრებო. მე ვფიქრობ რომ ოპოზიცია უფრო უნდა გააქტიურდეს თოქ-შოუებში, ზოგადად კარგი იქნება თოქ-შოუების წამყვანები ამ ხმელის კამების ნაცვლად, ცოტა დიდ ტახტებს თუ დადგამენ სტუდიაში, რომ ოპოზიციამ ხელისუფლების კრიტიკის დროს ცოტა ფეხიც რომ გაშალოს. იმიტომ რომ ეხლა იმდენი ხანი იგიჯდომა, ცოტა ფეხის დაბუჟება იცის და ეს ყურადღება მე ეს კონცენტრაცია გადადის ფეხზე და აბსოლუტურად ირევა მე ადამიანის აზრები და ისეთ მძიმე კრიტიკას ვეღარ ვისმენთ ეთერიდან. ემიგრანტების აკრძალვაზე აქ უკვე ოპოზიცია მართლა უნდა იჯდეს და ფიქრობდეს ხელისუფლების შეცვლის გეგმაზე. ნუ გეგმის რა გითხრათ, მაგრამ ერთადერთი რასაც ცვლიან, ეს არის თოქ-შოუებში ადგილები ძვირფასო მეგობრებო. ერთი ოპოზიციონერი ინგასთან მარჯვნივ თუ იჯდა, შემდეგ გადაცემაში უკვე მარცხნივ ზის. და იქედან აბრახუნებს მუშტებს. რაც ძალიან კარგია, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება კამერის ყველა რაკურსიდან უნდა გრძნობდეს იმ დაუნდობელ მუქარას ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ისმის მუდმივად ეთერიდან. ერთი კადრში სულ ერთი და იგივე მეჩვენება, მეორე კადრიდან რო ლანძღავს, აქ უფრო სხვანაირი მუხტი მებადება ხოლმე ამ დროს. და სხვანაირად ვიმუხტები ამ ხელისუფლების წინააღმდეგ. აი ეს მინდოდა მეთქვა ძვირფასო მეგობრებო, გაცოფებული ვარ. მადლობა. ეს იყო დღევანდელი ჩემონოლოგი. ჩემ შოუს იმედია სულ მალე გააფორმებს ბენდი თამუნალ ეკეიშვილის ხელმძღვანელობით. ძალიან დიდი მადლობა. გადაცემის სპონსორია ფრანგული პრემიუმ ბრენდის ესტედერმის ხაზი ინტენსივ. კანის ინტენსიური დატანიანებისა და სიჯანსაღისთვის. ესტედერმი ექსკლუზიურად PSP-ში. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45.
სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45.